მოგესალმებით ვიფასო ტელემაყურებლებო, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, შობათ ბედნიერი და ხვავით და ბარაქით სავსე ყოფილიყოს ახალი წელი. გასული კვირა საკმაოდ დახუნძრული იყო ისევ ბევრი ისეთი მოვლენით, პოლიტიკულიც, არაპოლიტიკულიც, რომელიც პირდაპირ გვეხება ჩვენ საქართველოს, ჩვენს მომავალს. მე ვფიქრობ, რომ ნელა ნაბიჯ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ელოდებოდა როგორ განვითარდება მოვლენები მოსკოვში და მთლიანად ფსონს დებდა, ასე ვთქვათ, მოსკოვის გამარჯვებაზე უკრაინასთან ომში, ხვდება, რომ მოსკოვი ამ ომში ვერ იმარჯვებს. ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის უფროსმა ტულსი გაბარდე საჯაროდ განაცხადა, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით რუსეთს არ გააჩნია უნარი მიაღწიოს წარმატებას უკრაინაში. შესაბამისად, ის რაც არის რეალურად ფრონტის ხაზი, რაზედაც არის საუბარი ევროპაში, სწორედ სადაც უფრო რეალისტურად უყურებენ გაცილებით იმ მოვლენებს, რაც ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის. შეიძლება ცეცხლის შეწყვეტის საფუძველი გახდეს მხოლოდ ფრონტის ხაზის მიხედვით დაშორიშერება მხარეების და ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ ტერიტორიები უნდა ცნოს უკრაინამ, საკუთარი ტერიტორიები რუსეთის სახელმწიფოში შემავალ ტერიტორიებად, უკვე არის არარეალური. ანუ ფრონტის ხაზზეც ყველა ინფორმაციით, რომელიც არსებობს, მათ შორის ორ მთავარ ქალაქში, რომელზეც მუდმივად არის ამავე თვეების განმავლობაში საუბარი, პოკროვსკი და კუპიანსკი, აღმოჩნდა, რომ არც ერთი არ აქვს რუსეთს დაკავებული, როგორც ამას ისინი აცხადებდნენ. კუპიანსკის ცენტრი საერთოდ აღმოჩნდა, რომ უკრაინელების მიერ არის კონტროლირებადი და ის მოხსენებები, რომ თითქოს კუპიანსკი მთლიანად არის აღებული რუსული არმიის მიერ, რომელიღაც გენერალმა კუზოვლებმა მოახსენა პუტინს, აღმოჩნდა ცრუ ინფორმაცია, ახლა ეძებენ ამ გენერალ კუზოვლებს და არავინ იცის სად არის და თავად უკრაინის პრეზიდენტი ჩავიდა ამ ქალაქში კუპიანსში და იქიდან ფაქტობრივად ინტერვიუ მისცა საკუთარ ტელევიზიას, რაც კიდევ ერთხელ იყო იმის დემონსტრირება, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს მოსკოვი უკრაინის ომთან დაკავშირებით. ანუ არავითარი წინსვლა, არავითარი ესეთი ტემპი, როგორც რის შესახედაც მსოფლიოს აუწყებდნენ, რეალურად არ არსებობს და ამის შესახებ პირდაპირ ილაპარაკა ამერიკის სადაზვერვო სამსახურის უფროსმა. ეს რას მოასწავებს? იმასთან ერთად, იმ ინფორმაციებთან ერთად, რომ რუსული ნავთობის ფასი ურალსის, რომელიც ძირითადი შემოსავლის წყარო არის რუსეთის ბიუჯეტის და რასაც ეყრდნობოდა სწორედ მოსკოვი, როდესაც მან ომი წამოიწყო უკრაინაში, დღეს გახდა ფასი ამ ნავთობის $35 ნაკლები. ეს რას ნიშნავს, ბატონებო? თავად ბიუჯეტის შემოსავლები, რომელიც დაგეგმა რუსეთმა 2026 წლის ნავთობის ფასი გათვალისწინებული იყო $49. ანუ თითქმის ორჯერ ნაკლებია დღეს ფასი, ვიდრე ბიუჯეტი გეგმავდა შემოსავლენ. ანუ ბიუჯეტს ექნება
სერიოზული დეფიციტი, ვინაიდან ნავთობი არის სწორედ ძირითადი შემოსავალი, მოგესალმებით თვითმფრინავს, სამგზავრო თვითმფრინავებს თუ მანქანებს, ნებავთ რამ ისეთ განსაკუთრებულს, რაც შეიძლება იყოს საყოფაცხოვრო მომსახურებებთან დაკავშირებით რუსეთი ვერ აწარმოებს და ვერ ყიდის. შესაბამისად ნავთობი და გაზი, რომელიც ასევე შეჩერებულია ექსპორტი და ფაქტობრივად გაზპრომი მთავარი მეწარმე და ექსპორტიორი დღეს არის გაკოტრების პირას. შეიძლება მთლიანობაში ვთქვათ, რომ რუსეთს რესურსი იმისა, რომ აწარმოოს ეს გაჭიანურებული სისხლისღვრელი და გიგანტური ხარჯების მომთხოვნი ომი უკვე ამოეწურა. ფაქტობრივად, როდესაც ის ელოდებოდა, რომ უკრაინა უნდა დარჩენილიყო რესურსების გარეშე, უკრაინას მისმა მოკავშირეებმა პირველ რიგში ევროკავშირმა უკვე გამოუყო და დაუმტკიცა 110 მილიარდი დოლარი, ეს ძალიან სერიოზული თანხა უკრაინისთვის და სრულიად ყოფნის მას, რომ დაგეგმოს 2026 წლის თავდაცვითი თუ შეტევითი ღონისძიებები და ამას თუ გავითვალისწინებთ, რომ ნატოს წევრი სხვა ქვეყნები, მათ შორის ის 50 ქვეყანა, რომელიც რამშტეინის უკრაინის მეგობრებში შედის, ყველა მზად არის დაეხმაროს და გვერდით დაუდგეს უკრაინას ამ უსამართლო ომში და აგრესიულ ომში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ უკრაინა კი არ შედგება იმ მდგომარეობაში, რასაც რუსეთი ამტკიცებდა. თავად რუსეთი არის დღეს ძალიან ძლიერ მდგომარეობაში, რომელსაც აღარ აქვს ის რესურსები, რომ ეს შეტევითი, რომელიც გაცილებით მეტ სახსრებს, ხარჯებს და რესურსებს მოითხოვს, მათ შორის ადამიანურ რესურსებს, ვიდრე თავდაცვითი ომი, სამჯერ მეტს როგორც წესი. დღეს რუსეთს ამოეწურა ეს რესურსი და დადგა ძალიან მძიმე საჭიროების წინაშე, ამას უყურებს მთელი მსოფლიო, რომ როგორმე მიაღწიოს ამ ომის შეჩერებას, სამშვიდობო ზავს, ოღონდ თავისი პირობებით, ისე რომ სახე შეინარჩუნოს, რაღაც ტერიტორიები აღიაროს უკრაინამ და ამას თხოვს 10 ნაკლები ამერიკის შეერთებულ შტატებს. ანუ ტრამპს თხოვს პირდაპირ პუტინი, რომ როგორმე დაეხმაროს ამ ომის ისე შეჩერებაში, რომ სახე არ დაკარგოს და თანაც როგორმე დონბასი, ყირიმი, ხერსონის ნაწილი და ზაპოროჟიეს ნაწილი გამოაცხადოს რუსეთის ტერიტორიებად. მე ვფიქრობ, უკვე ამერიკაშიც ყველა მიხდა და ეს დაზვერვის სამსახურის განცხადება სტატები სწორედ მაგას მოასწავებს, რომ ეს მოთხოვნები არის არარეალური, არ დაკმაყოფილებადი, იმიტომ რომ ამან თავად ამერიკაში გამოიწვია ბატონებო ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა, მათ შორის ტრამპის ბანაკში, რესპუბლიკელებში, სენატორებში, რომელიც უკმაყოფილო არიან აი ამ გაჭიანურებით ამ მოლაპარაკებებისა, აი ამ კუშნერი უიტკოფის დუეტის ესეთ პირდაპირ თვალსაჩინოა დამთმობი, მოსკოვისთვის დამთმობი და უკრაინისთვის თავს მოხევადი რაღაც დათმობებით და შესაბამისად ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც თავისი პრობლემების თავზე საყრელად აქვს, ნელა რბილად როგორც ჩანს შეიძლება ჩამოსცილდეს საერთოდ მოსკოვის ამ მოთხოვნების არასდროს დაკმაყოფილებას საერთოდ შემდგომი დიალოგის ფასილიტატორობას. ფაქტობრივად ისევ იმ მდგომარეობით, რასაც უყურებთ, ეპიცენტრი ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებისა სრულიად შესაძლებელია გადავიდეს ევროპაში, ანუ პარიზში, ვინაიდან სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოთქვა ეს აზრი, რომ ვინაიდან დიალოგი არის ორ მხარეს უკრაინასა და რუსეთს შორის, გაიმართოს ის გამოთქვა მზადყოფნას, რომ მან გამართოს პირდაპირ მოლაპარაკებები პუტინთან. პუტინი ამას დაეთანხმა მყისიერად, გუშინვე გამოთქვა თანხმობა, რომ ის მზად არის დიალოგისთვის მაკრონთან. შესაბამისად ამ დღეებში მომზადდება ეს დიალოგი, გაიმართება კიდევაც როგორც ჩანს და დიდი ალბათობით სწორედ ევროპა
ვინაიდან მაკრონმა უკვე განაცხადა, რომ ეს დიალოგი წარიმართება მისი ევროპელი კოლეგების, ლიდერების სრული ჩათვლით და ასევე პრეზიდენტ ზელენსკის სრული მონაწილეობით ამ მოლაპარაკებებში. ეს უფრო შეიძლება რეალური შედეგის მომწანი იყოს კაცრავად, ვინაიდან ევროპა თავისთავად არის დაინტერესებული, რომ ხანგრძლივადიანი ნამდვილი მშვიდობა დამყარდეს უკრაინაში, რომ რუსეთის გეგმები უკრაინის შემდეგ გარკვეული პრეტენზიები წაეყენებინა პოლონეთისთვის, ბალტიისპირეთისთვის და სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის არ შედგეს და რუსეთმა აიღოს ხელი ასეთ აბსოლუტურად არარეალისტურ, ძალიან სახიფათო გეგმებზე და შესაბამისად დარეგულირდეს, რა თქმა უნდა, ევროპასაც სურს რომ დარეგულირდეს ურთიერთობები რუსეთთან, ისევე რუსეთსაც უნდა სურდეს დარეგულირება ევროპასთან, რომ ვისთან ვაჭრობდა რუსეთი, ვისთან ქონდა მას კულტურული, ტურისტული, სამეცნიერო გნება და ნებისმიერი ურთიერთობები ევროპასთან, ამერიკასთან რუსეთის ვაჭრობა იყო მიზერული და შესაბამისად მისთვის მთავარი პარტნიორი სავაჭრო კულტურულ სამეცნიერო ურთიერთობებში იყო სწორედ ევროპა. და ასეთ ვითარებაში ვინაიდან პუტინი ამას დათანხმდა, რომ ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ როდესაც ის ანკორიჩი ან სხვაგან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ელაპარაკებოდა, მისი მთავარი პირობა იყო, რომ ევროპა არ დავინახო ამ მოლაპარაკების მაგიდასთან, ევროპასთან მე არ ელაპარაკებ, ევროპა ფაქტობრივად არის უკრაინის მხარეს, შესაბამისად კატეგორიული წინამძღოლი იყო მოსკოვი ევროპასთან რამე დალაპარაკა. დღეს მოსკოვი უკვე ის თამრო აღარ არის. მოსკოვი თანახმაა და არა მარტო თანახმაა, აი ესეთი სწრაფი მეორე დღესვე გამოხმაურება პუტინის დადებითი, რომ ის მზად არის მაკრონთან სასაუბროდ, ნიშნავს იმას, რომ მოსკოვში გარკვეულწილად მიესალმებიან კიდევაც ევროპაში გადმოტანას, ვინაიდან შეიძლება ამან გაცილებით უფრო რეალისტური, რომელიც არ სურდა მოსკოვს, მაგრამ შედეგი მოიტანოს იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება ზავი მივიღოთ ჩვენ უკრაინასა და რუსეთს შორის. ოღონდ ძალიან დიდი ვარაუდით და ალბათობით, სწორედ ფრონტის ხაზის გასწვრივ, ცეცხლის შეწყვეტით, ანუ სხვა ენით რო ვთქვათ, ეს იქნება გაყინვა, შემდგომ შედგება მოლაპარაკებები როგორც ტერიტორიებზე, ასევე ჯარების დაშორისებაზე და მათ შორის ჩვენ ვიცით ევროპის მოსაზრება და არასდროს არ დავამალავთ ეს მათ, რომ ზავი და ხანგრძლივი მშვიდობა შეიძლება შედგეს იმ პირობით, რომ იქ ჩადგებიან სამშვიდობო ძალები, ევროპის რამდენიმე ქვეყანა ამისთვის მზად არის, გამოყოფილი აქ კიდევაც სახსრები, აქ შესაბამისი სამშვიდობო კონტინგენტი, ოღონდ ამის წინამძღოლი იყო ყოველთვის რუსეთი. აცხადებდა, რომ ეს არ შეიძლება, ეს დაუშვებელია, ეს არ მოხდება. ჯერ არ ვიცით, ახლა ამ მოლაპარაკებების დროს მაკრონთან რა პოზიციას დაიჭერს რუსეთი, დათანხმდება ამას თუ არ დათანხმდება, მაგრამ შეიძლება ახლავე ვთქვათ, რომ ვითარება უკეთესობისკენ მიდის, ვინაიდან პირდაპირ მოლაპარაკებები უკვე ევროპის ჩათვლის ნიშნავს იმას, რომ პუტინი გარკვეულწილად ითვალისწინებს უკვე უკრაინის პოზიციას, რომ მან ძალიან კარგად იცის, რომ ევროკავშირი არის უკრაინის მხარეს, რომ ევროკავშირი თulis, რომ უკრაინას დაესხნენ თავს, რომ რუსეთი არის აგრესორი, რუსეთმა წამოიწყო ეს ომი, ეს არის ოფიციალური პოზიცია, მაგრამ ის მზად არის დიალოგისთვის მოსკოვთან, რომ შეწყდეს, დამყარდეს მშვიდობა, ცეცხლის შეწყდეს და გაემართოს შემდგომ შესაბამისი მოლაპარაკებები ხანგრძლივადიანი მშვიდობისთვის. ეხლა უნდა შევხედოთ ამას იმ პრიზმაში, რა ხდება თბილისში. ბევრი რამ შეიცვალა გასული კვირის განმავლობაში თბილისში.
აშკარად ჩანს და ექსპერტებისთვის თვალსაჩინოა, რომ თბილისმა დაიჯერა უკვე როგორც იქნა, რომ მოსკოვი ვერ დაამთავრებს გამარჯვებით უკრაინაში ამ თავის წამოწყებულ ომს და თავად ივანიშვილის ხელისუფლებისთვის დაიმსხვრა როგორც ჩანს ეს მითი რუსეთის ყოვლის შემძლეობაზე, დაუმარცხებლობაზე, რაც სოფლიო გავლენაზე, გავლენაში განსაკუთრებულ როლზე და ასე შემდეგ. შესაბამისად ჩვენ ვიხილეთ სულ რამდენიმე დღის წინ, 3-4 დღის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ჰააგაში პირდაპირ ვთქვათ ანტირუსულ კონვენციაზე, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის მიერ ამ ომის წამოწყებით უკრაინისთვის მიყენებული ზიანის, როგორც აგრესორის ქვეყნისადმი მიყენებული ზიანის ევროპაში გაყინული რუსული აქტივებით აღდგენის, ანუ ამ ზიანის რუსული აქტივებით აღდგენის შესახებ. ამას ქვია რეპარაცია საერთაშორისო თანამედროვე სამართალში, ანუ მიყენებული ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის დამარცხებული მხარის მიერ აღდგენა და შესაბამისი ამაზე დასახველა. რა თქმა უნდა, რუსეთისთვის ერთი რო შეურაცხყოფელია, რომ 35 ქვეყანამ მოაწერა ამას ხელი და ეს ძალიან შეურაცხყოფელია რუსეთისთვის, რომ მას არა მარტო აგრესორად აღიარებენ, არამედ დამარცხებულად აცხადებენ და გამარჯვებულად აცხადებენ უკრაინასაც, რომელსაც დამარცხებულმა რუსეთმა უნდა აუნაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მიაყენა. აი ამას მოაწერა ხელი საქართველოს. ცოტა სიურპრიზი იყო ეს თავად უკრაინისთვისაც კი და უკრაინული მედია და ექსპერტები ამას არ მალავდნენ, მაგრამ მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს ნიშნავდა ხელის გაწვდას ევროპისაკენ, რომ თბილისი მზად არის გარკვეულწილად აღადგინოს დიალოგი, გაწყვეტილი თავად თბილისის მიერ გაწყვეტილი დიალოგი და მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ევროპასთან და ეს იყო თითქოს პირველი ნაბიჯი, საკმაოდ გაბედული ვიტყვი, იმიტომ რომ ამას მოყვა ძალიან მწვავე განცხადებები მოსკოვში, მუქარები მათ შორის და ყველა ქვეყანა მოსკოვმა, ეს 35-ვე ქვეყანა საქართველოს ჩათვლით, გამოაცხადა, აი ეს სიტყვები იხმარა ზახაროვამ, ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრემლის და საგარეო საქმეთა სამინისტროსი, რომ უკიდურესად მტრული დემარშის სახელმწიფოები, რომელთა ნაბიჯებიც არ დარჩება დაუსჯელი მოსკოვის მხრიდან. ხო, პრაქტიკულად უნდა მოყვეს და მოყოლოდა ამას სხვა ნაბიჯებიც საქართველოს მხრიდან. პირველი, რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ საკმაოდ მოულოდნელი განცხადებები ოცნების პროპაგანდისტების და მართველი პარტიის პრეზიდენტის ყაველაშვილის მხრიდან. ოცნების პროპაგანდისტი გია გაჩეჩილაძე უცნობის სახელით გამოდის ის ასპარეზზე, როგორც კულტურულ, ასე პოლიტიკურზე, აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ მე ვიღებ ჩემს თავზე და მიმართავ საქართველოს მთავრობას და ბატონ ბიძინა ივანიშვილს გაანთავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი საახალწლოდ. ძნელი წარმოსადგენია, რომ ბატონი გაჩეჩილაძე გააკეთებდა ამ განცხადებას ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე. წარმოუდგენელიც არის ეს. სულ ცოტა ხნის შემდეგ განცხადებას აკეთებს პრეზიდენტი ყაველაშვილი და ამბობს, რომ თუ მომართავენ მე პოლიტპატიმრები განცხადებით, მე განვიხილავ განცხადებებს შეწყალების თაობას. მართალია, როგორც მოსალოდნელი იყო პოლიტპატიმრებმა და სწორედ
ყველაზე აქტიურმა წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება, რომ არავითარი მიმართვა პრეზიდენტის მიმართ შეწყალებაზე, ან დროებით ადრე განთავისუფლებაზე არ იქნება. ეს წარმოუდგენელია, ისინი არიან უდანაშაულონი, მათ არ ჩაუდენიათ აბსოლუტურად არაფერი, არიან ტყვეები ფაქტიურად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სინდისის პატიმრები და შესაბამისად არავითარ პატიებაზე და შეწყალებაზე ლაპარაკის არ შეიძლება იყოს. მიუხედავად ამისა, მე როგორც ექსპერტი ვიფასო ტელემაყურებლობა შემიძლია გითხრათ, რომ ვარ ყოფილი, რომ ხელისუფლება უკვე ეძებს გზებს და ცდილობს, რომ აი გააცელოს უკვე ეს ნარატივი, რომ ის მზად არის გაათავისუფლოს ეს პოლიტპატიმრები, ცდილობს სახის შენარჩუნებას, ეს ბუნებრივია, თუ გამოუვა, რა თქმა უნდა, რომ შეწყალების ისიც გააკეთოს რაღაც მომართვების საფუძველზე, მაგრამ მე რჩება შტაბეშილება, რომ ხელისუფლება მზად არის ყოველგვარი მომართვის გარეშეც გაათავისუფლოს ეს პოლიტპატიმრები, იმიტომ რომ თქვათ პირდაპირ ის დამარცხდა ამ პოლიტპატიმრებთან. რატომ ვამბობ ამას? ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების და პირადად მისი გეგმა იყო ეს პოლიტპატიმრები დაემცრო, მათი ავტორიტეტი გაეფუჭებინა, აიყვანა ისინი რაღაც თანამშრომლობისკენ, ჩაეგდოთ სუდღეში ამ დაჭერით, ციხის რეჟიმით, რომელიც გასაგებია, რომ არცეთ ქვეყანაში არ არის, რა თქმა უნდა, სასიამოვნო, მაგრამ საქართველოში არის ძალიან მძიმე. შესაბამისად, აი ამ ოპერატიული მუშაობით, გატეხვით, ასე ვთქვათ, ეს ტერმინი არსებობს შიგნით ოცნების ხელისუფლებაში და რეჟიმში განსაკუთრებით, როგორმე გაეკეთებინა, რომ ეს ადამიანები პოლიტიკას ან ჩამოცულიებულიყვნენ, ან დროებით მაინც გამდგარიყვნენ გვერდზე. მოხდა პირიქით. არცეთი ნაბიჯი ამ ადამიანებმა, მათ შორის ქალბატონებმა, მათ შორის სრულიად ახალგაზრდებმა არ გადადგეს ნაბიჯი უკან, არ შეეპყვნენ რეჟიმის მიერ მათ წამებას, დაკავებას, სემას, ზლების დამტვრევას, ყბების დამტვრევას. ისევ ბრუნდებოდნენ უკან, ისევ აკეთებდნენ იგივე განცხადებებს და ციხეში მყოფი პატიმრების პოზიციაც არც ერთი წამით არ შეცვლილა, მათი პოზიცია ისევ იყო საქართველოს გვერდით დგომა, ისევ იყო ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ბრძოლა და ხელისუფლება დამარცხდა ამ ბრძოლაში. დღეს ივანიშვილის მისი ფაქტობრივად მთავარი ფიგურების მზად არიან ჩანს ეს უკვე ყველა ნაბიჯიდან, რომ როგორმე მოძებნონ ფორმა პოლიტპატიმრების გათავისუფლების. ისინი დამასხდნენ ასევე იმ საუკეთესო ნაწილთან ჩვენი საზოგადოებისა, რომელიც უკვე აგერ თითქმის 400 დღეა უწყვეტად წვიმაში, კარში, ყინვაში დგანან რუსთაველზე, რატომ ითხოვენ იმ დაკავებული, დაპატიმრებული თანამებრძოლების გათავისუფლებას, ევროპასთან დიალოგის და მოლაპარაკებების აღდგენას და ახალ არჩევნებს, თავისუფალ სამართლიან არჩევნებს საქართველოში. ისინი ხო რაიმე განსაკუთრებულს ან კანონით და კონსტიტუციით გაუთვალისწინებელს არ ითხოვენ. მათ ქიმიური იარაღიდან დაწყებული, რაშიც ეჭვმიტანილია საქართველოს ხელისუფლება და ეს გამოძიება მიმდინარეობს, ყველა მხილეთ ეს BBC-ს დოკუმენტური ფილმი ნახეთ, ევროპარლამენტარების გამოსვლები ხომ, ევროპარლამენტის სტომაზე და შესაბამისად საქართველოს ხელისუფლება, ივანიშვილის ხელისუფლება, ყბების დაამტრია ამ ხალხს, გაზეთს იხმარა მას წინააღმდეგ. წყალში გარეული შხამ ქიმიკატები თუ სემსადენი გაზი არ ვიცით ზუსტად, რაც თვითონ თქვეს, რომ ის არ არის ის, რაც მათ თქვეს გარეული ამ წყალში, ეს ფაქტია, იმიტომ რომ ის ნივთიერება არ იწვევს იმ სიმპტომებს, რომელიც ამ ადამიანებს თვეებია უკვე აწუხებს და 1 წლის მერე დღეს
კლინიკებში დადიან და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არის უამრავი მათგანი და ის რაც მათ თქვეს არ იწევს 10 შემთხვევაში არ იწევს ასეთ შედეგებს შესაბამისად თავისი თავის ჩაიყანეს უმძიმეს მდგომარეობაში რომ 21 საუკუნეში სახელმწიფო და მთავრობა არის ეჭვმიტანილი ქიმიური იარაღის გამოყენებაში საკუთარი მოქალაქეების მიმართ თავისუფალი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ რომელიც განსხვავებულებას გამოხატავენ სრულიად მშვიდობიან ვითარებაში ეს არის საშინელება და ეს ალბათ სოფლიო საზოგადოების დღის წესრიგიდან არ ჩამოვა სანამ არ ჩატარდება ალბათ უკვე მოსალოდნელია და ეს მოითხოვეს სწორედ ევროპარლამენტარებმა თან ბევრმა ძალიან და ამას აუცილებლად მოყვება შედეგი რომ უნდა ჩატარდეს აუცილებლად საერთაშორისო გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს ექსპერტიზები და დადგინდეს ერთხელ და სამუდამოდ რა გაუვლიეს ამ წყლის ჭალში და რა გამოიწვია ამან. რომ დღეს სოფლიოს არ აქვს ფაქტობრივად პრეცედენტი რომ ქიმიური ნივთიერებები მათ შორის შემსადენი გაზები და ის პრეპარატები რომელიც ძალიან სახიფათოა იწვევს ხჩობას ფაქტობრივად სიძალღებზე ზემოქმედებს ნერვულ ცენტრზე იწევს გონების დაბინდვას და თუ ის შიგნით ორგანოებში ხდება ფილტრებში იწევს შეშუპებას ხანგრძლივ ვადიან ძალიან ცუდ შედეგებს მათ შორის გასტროენტეროლოგიური ტრაქტის ძალიან ცუდ შედეგებს და ყველაზე ცუდი თუ ეს არის ტრიქლორეთილენი რაც რისი არსებობას დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ოღონდ არ გამოგვიყენებიაო ეს საერთოდ იწევს ავთვისებიან სიმსივნეს თუ ის არ იქნა გამოდენილი ორგანიზმიდან ანუ ანტიდოტი ანუ არ დასახელდა მისი გამოყენების შესახებ ფაქტი და შესაბამისი ანტიდოტი არ იქნა გამოყენებული მსხვერპლების მიმართ იგი თქვენ წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩაიგდო თავი საქართველოს ხელისუფლება რომ სოფლიო საზოგადოება ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ანუ ამას აღიქვამს მთელი სოფლიო მათ წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად და შესაბამისად ისინი არ დაუშვებენ რომ ასეთი პრეცედენტი იქნეს დაუსჯელი და დარჩეს დაუსჯელად ეს გამოძიება აუცილებლად ჩატარდება და აუცილებლად დაიდება ეს შედეგი იმიტომ რომ სოფლიოსაც აინტერესებს ამ პრეცედენტის შედეგად რა რეაქცია მოხდა იმ წყალში რომელსაც შეურიეს ეს ნივთიერებები რა იყო ეს ნივთიერებები და შესაბამისად მათ სოფლიო მისოდეს რომ სამუდამოდ აკრძალონ და ძალიან სერიოზულად გააკონტროლონ ყველა სახელმწიფო მომავალში არასოდეს ასეთი პრეცედენტი ასად არცეთ ქალაქში არცეთ დასახლებულ პუნქტში არ განმეორდეს. აი ასეთ ვითარებაში, როცა ასეთი დარტყმის ქვეშ არის ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, დღეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რა თქმა უნდა, მთლიანად უპირობოდ და ყველას შეუსუბუქებდა ვითარებას, არ განათავისუფლებდა მათ ამ პასუხისმგებლობისგან, მაგრამ შემდგომი ნაბიჯი თუ ისინი დაიწყებდნენ თანამშრომლობას თუნდაც იმ საერთაშორისო გამოძიებასთან, თუნდაც BBC-ს საგამოძიებო ჯგუფთან, რომელიც აგრძელებს და არ არის გამორიცხული, რომ ისინი ჰააგის შესაბამის პროკურორთანაც თანამშრომლობდნენ, იმიტომ რომ ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი, ამას ისინი როგორც წესი ჰააგის პროკურორები არავის არ აცნობენ თუ რა წინა საგამოძიებო ან წინა სასამართლო ღონისძიებებს მიმართავენ ხოლმე და შესაბამისად საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფთან ხოლო შეასუბუქებდა ამ მდგომარეობას და თავად საქართველოს სახელმწიფოს რეპუტაციისთვისაც იქნებოდა უკეთესი. პატიმრების განთავისუფლება უპირობო, შესაბამისად თანამშრომლობის დაწყება ეს არის ერთადერთი გზა, სწორი გზა საქართველოს ხელისუფლების და თუ აქეთკენ წავა საქართველოს ხელისუფლება, ამას მხოლოდ ყველა მივესალმებით, იმიტომ რომ ეს ძალიან სასარგებლო იქნება იმისათვის, რომ საქართველოში ვითარება გამოსწორდეს და საქართველოს ავტორიტეტის ფაქტობრივად როგორმე გადავარჩინოთ. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, საქართველო უნდა წავიდეს როგორც დიალოგზე საკუთარ ხალხთან, ასევე ურთიერთობის აღდგენაზე ევროპასთან, ევროპულ სტრუქტურებთან. დღეს გახდა ცნობილი, რომ საგარეო საქმეთა
მინისტრმა ოცნების მაგა ბოჭორიშვილმა ელჩების ასეთ ამბასადორიალზე, რომელიც წელიწადში ერთხელ წლის ბოლოს ტარდება ხოლმე, ელჩებს მიმართა ასეთი სიტყვით, რომ ჩვენს ურთიერთობებს ევროსტრუქტურებთან, რომელიც ჩვენ გვინდა რომ უფრო აქტიური და ესეთი სტაბილური და რეგულარული იყოს. ბლოკავსო არც მეტი, არც ნაკლები ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. რა გავიგეთ ამ განცხადებიდან ჩვენ? ერთი კარგი გავიგეთ ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობს აღადგინოს ეს ურთიერთობები, თუ იმასაც გავიხსენეთ, რაც უკვე ვახსენეთ, რომ ჰააგაში მათ სიურპრიზი მოუწყეს რუსებს და კარგი ნაბიჯი გადადგეს, რომ ხარი დაუჭირეს უკრაინას და შეუერთდნენ იმ 34 ქვეყანას, რომელმაც აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი ერთ საერთაშორისო გადაწყვეტილება მიიღეს ამ კონვენციის სახით და უკრაინას დაუჭირეს ხარი და ერთად თუ შევხედავთ ამ სურათს, რომ საქართველო ცდილობს დაბრუნდეს ევროპაში. საქართველო რეალურად არის მოწადინებული, თუ დაუჯერებთ ქალბატონი ბოჭორიშვილის სიტყვებს, რომ დაუბრუნდეს იმ მაგიდას, სადაც მიდის მოლაპარაკებები ქვეყნებთან გაფართოებაზე და მათ შორის ჩვენც ვიყავით ერთად მოწინავე ადგილას აი ამ სამეულთან, რასაც მოლდოვა, უკრაინის და საქართველოს სამკუთხედი ერქვა. მაგრამ თურმე ისინი არ ელაპარაკებიან, მაგრამ თურმე ეს ვერ ვითარდება, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილი უშლის თურმე ამას ხელს. ბატონებო, ეს არის არასწორი ინფორმაცია, მოდი ვთქვათ, რაც შეიძლება რბილად. ეს არის სალომე ზურაბიშვილის, ვთქვათ, ფიგურაზე ამოფარება. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს არანაირად არ შეუძლია ამის დაბლოკვა, ეს ასე არ არის. ფაქტობრივად 1000-ჯერ გვაქვს მოსმენილი ყველას პოზიცია ევროპარლამენტარების, ევროკომისიის, უმაღლესი კომისიის კომისრების, ხო? ადამიანის უფლებების დარგში, კანონის უზენაესობისა და სამართლის დარგში ევროკომისიის, საგარეო დარგში უმაღლესი კომისიის კაია კალასის, ქალბატონი ფონ დერ ლაიენის განცხადებები, რომ საქართველოსთან აწყვეტილი არის ურთიერთობები, იმიტომ რომ საქართველო დაადგა ძალადობის, ადამიანების წამების, არაადამიანური მოპყრობის, პოლიტპატიმრების გამრავლების და დემოკრატიული უკუსლის გზას. ეს არის ევროპული სტრუქტურების განმარტება. რა შუაში აქვს სალომე ზურაბიშვილი? თუ პირველ ნაბიჯს გადადგამს საქართველო, გაანთავისუფლებს პოლიტპატიმრებს და ამით აღიარებს, რომ ის შეიცვალა უკეთესობისკენ, რომ აი ეს უკუსლად დემოკრატიაში რაც მას ჰქონდა, ახლა მოწადინებულია, რომ პირიქით შეატრიალოს და გადადგას ყველა ნაბიჯი, რომ აღადგინოს ეს ურთიერთობები, დარწმუნებული ვარ, ევროპაში ამას მოყვება აუცილებლად გამოხმაურება. მაგრამ სანამ ეს არ მოხდება, სანამ ივანიშვილი და ის განაგებს ამას ყველაფერს, რა თქმა უნდა, არაფორმალურად იწყვეტს ყველაფერს ამას, არ გასცემს ამ ბრძანებას, რომ გაანთავისუფლონ პირველ რიგში პოლიტპატიმრები, ყველაზე დიდი იმიჯის შემლახველით და ურთიერთობის დამაზიანებელით ევროკავშირთან და მათ შორის ამერიკასთანაც არის პოლიტპატიმრების უდანაშაულო ადამიანების ციხეში ყოფნა და მათი წამება ფაქტიურად უდანაშაულო, აი თუნდაც ზია ამახლობელი პრეზიდენტი ხო ქალბატონს არაფერი არ ჩაუდენია, მას მიაყენა შეურაცხყოფა პოლიციის უფროსმა, წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ ქალბატონს და ხელის გაწვნის ქართველი ქალის ვაჟკაცი პოლიციის უფროსის მიმართ ხელის სილის გაწვნის გამო ის დაიჭირეს, აწამეს და ფაქტობრივად დღემდე ყავთ ციხეში გამოწყვლები. მსახიობები, პედაგოგები, ექიმები, სტუდენტები. პატა ბოჭოლაძე ბატონო.
სოფლიოში ცნობილი ხელოვანი აღიარებული იმის გამო რომ მან განსხვავებული აზრი გამოთქვა რაღაც შეუთითქნეს რაღაც დაუდგეს თუმცა პრეზიდენტის სასახლეს იღებდა და ასე შემდეგ და უამრავი ადამიანი რომელიც ციხეში ყოფნა საქართველოს სიცხული ხელისუფლების სიცხულია პირველ რიგში და ყველა ჩვენთაგანი სიცხულია რომ ეს ადამიანები უდანაშაულო ადამიანები ციხეში არიან ამას არაფერი არ უშველის ამას ერთ სალომე ზურაბიშვილის სასწრაფოდ უნდა განთავისუფლდნენ ეს ადამიანები რომ ოდნავ მაინც გაჩნდეს შანსი რომ ეს ხელისუფლება ჩავიდეს მათი წარმომადგენლები ჩავიდნენ შეხვდნენ და დააწმუნონ ჩვენი ევროპელი კოლეგები რომ მათ სურთ ამ დიალოგის აღდგენა და მზად არიან შეცვალონ ეს წამების უკუსლის დრაკონული კანონების მიღების ფაქტობრივად საშინელი პროცედურები და მზად არიან ასევე დაიწყონ დიალოგი ახალი არჩევნების გამართვისთვის რომ არჩევნების ზით შეიცვალოს საქართველოს ხელისუფლება ჩვენ ამ ყველანი ამას მიესალმებით და არწმუნებული ვარ ამას მიესალმებიან როგორც ევროპაში ასევე ამერიკაში ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ლუკაშენკოს მაგალითი რომელიც არანაკლებ საშინელ დიქტატორად არის მიჩნეული და მას ასეულობით პოლიტიკური პატიმარი ყავს მაგრამ 156 პოლიტპატიმარი უპირობოდ გაათავისუფლა მას დაურეკა ამის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა მას აქვს გარკვეული მოლაპარაკებები უკვე და მისი წარმომადგენლები ევროპაში დადიან სტრუქტურებში და უკვე აწარმოებენ მე მაქვს ეს ინფორმაცია მოლაპარაკებებს რომ გარკვეული სანქციები მოუხსნან ამერიკა მას მოუხსნა რაღაც ნაწილი სანქციებისა როგორც საავიაციო კომპანიას ასევე ორ საწარმოს ბელორუსულ საწარმოს ანუ რამ განაპირობა შეცვლა ლუკაშენკო არც ბელორუსის მიმართ დამოკიდებულება შეცვლა მაგრამ პოლიტპატიმრების ასეთმა ესეთ უპირობო გათავისუფლებამ შესაძლებელი გახადა დიალოგის დაწყება. დიალოგის დაწყება არ ნიშნავს რომ შენს უკანონობას აღიარებს ვინმე ან იმ ძალადობას ან იმას რომ არჩევნები გაყალბებული და ხელისუფლება გაქვს მიტაცებული ეს ამას რა თქმა უნდა არ ნიშნავს მაგრამ დიალოგის დაწყება უპირობო საფუძველია იმისა რომ შენ ამ პროცესებში მიიღო მონაწილეობა და შესაბამისად მიიღო მონაწილეობა მომავალ არჩევნებში აი ეს სურვილი თუ აქვს ხელისუფლებას აი ეს თუ დავინახეთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში შესანიშნავი იქნება თუ ეს მოხდება ახალ წლამდე მაგრამ ეს პროცესი თუ უწყვეტად წარიმართება ეს იქნება ძალიან კარგი ფაქტობრივად რაღაც ამის ნიშნები არის თუმცა გაუბედავი ჯერჯერობით და ის რაც ივანიშვილს დაემართა აი ამ საკუთარი გუნდის მთავარი ფიგურების დაჭერით თუ გვერდზე გაწევით თუ დისკრედიტაციით და მილიონების სახლებიდან ამოღებით და ასე შემდეგ ამანაც ძალიან დაასუსტა რა თქმა უნდა ივანიშვილის შიდა ესეთი გუნდი თუ შეიძლება ამას გუნდი ეწოდოს იმიტომ რომ ამ ადამიანების მომხრეები ვინც მან გაყარა ასე ვთქვათ ხელისუფლებიდან და ჩააგდო საშინელ დღეში ამ ჩხრეკებით ამ თავის მოჭრით რომ ამ გაჭირებულ ქვეყანაში ოქროზოდებს ინახავდნენ და ტომრებით და ყუთებით ქონდათ ეს დოლარები სახში და ხო წარმოგიდგენიათ რომ ეს ხალხი რო უყურებს რომ 6 მილიონი ამოიღეს 3 მილიონი დოლარი ამოიღეს $1.5 დოლარი ამოიღეს ოქროზოდები ამოიღეს ოქროს ნივთები ამოიღეს სახლებიდან მინისტრების პრემიერ-მინისტრების მოადგილეების სახლებიდან ბატონებო ეს წარმოუდგენელი ამბავია ხო რომ საქართველოში ხდება ეს არც ერთ ხელისუფლების არც ერთი ხასუსო ხელისუფლების დროს ასეთი უგანი რაღაცა არ მომხდარა და ეს ხდება იმ ხელისუფლების პირობებში რომელიც 14 წელია ტვინს გვიჭამსო კორუფცია ჩვენთან არ იქნება რომ ხო ვასოს კობახიზის როყიო განცხადება რომ ჩვენს მინისტრებს ფული რო დაუდოთ არც ერთი ხელს არ მოკიდებს კი არა გატყავებულია ეს ქვეყანა ერთ კაცო 6.5 მილიონი ედება სახში დოლარი ამ გაჭირებულ ქვეყანაში იქ ამ ხელისუფლება საერთოდ თავჩაქინდრული უნდა დადიოდეს როგორც ერთ
ერთგაც პარლამენტში უთხეს თავად ამოცნები. თავ ჩაქინდრული ყველანი ესენი უნდა დადიოდნენ ოცნების ხალხი დღეს, რომ ის მართველი პარტია ისევ ხელისუფლებაში, რომელიც ტაშფანდურით ამტკიცებდა ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრს 2 ჯერ ამ ქვეყანაში. 2 ჯერ, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრად ამტკიცებდა მას, თავდაცვის მინისტრად ამტკიცებდა, რომელიც თავდაცვის მინისტრად ამტკიცებდა ბურჭულად, რომელიც ახლა ციხეშია და მილიონების მითვისებაზე და ყალბი ტამბაკოს ხალხის შექმნაზე, ყალბი არყის და სასმელების ხალხის შექმნაზე გოლში არის ბრალდებული, ხო? და დანარჩენები ყველა ეს მინისტრები ამ პარტიის მიერ არის დამტკიცებული. ეცკობახიძე გვიმტკიცებდა, რომ გიორგი გახარია საუკეთესო მმართველი იყო, ახლა მოღალატეს, სიცხის სამართლის დამნაშავეს, მოძალადეს, თვალების დამთხელს, აემ საშინელების მომწყობს, რო ეძახის ეს ხელისუფლება და ბრალის წარდგენისთვისაც მზად არიან და დაჭერისთვის. ფაქტობრივად ჩვენ გვყავს ამ დანაშაულის თანამონაწილე ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ აი ამ ერთი რამით, რასაც ვამბობ, თვითონ გაათავისუფლონ ეს პოლიტიკური ტყვეები, მისცემს საკუთარ თავს საშუალებას, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების გზით რაც შეიძლება მალე დაენიშნოს ახალი არჩევნები, მომზადდეს თავისუფალი, მომზადდეს თუნდაც ტექნიკური მთავრობის პირობებში, სრულიად ახალი კომისიის, სრულიად ახალი სამართლებრივი პირობების ვითარებაში, საერთაშორისო დამკვირვებლების დიდი ინტერესი იქნება ამ არჩევნების მიმართ დაწუნებული ვარ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და მომზადდეს ისეთი არჩევნები, რომელიც რეალურად დააფიქსირებს საქართველოს მოსახლეობის მიდგომებს, მათ ნებას, რაც მთავარია, ხმამისცენ იმათ, ყოველგვარი მოსყიდვის, დაშინების, გადაბირების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე იმას მისცენ ხმა, ვინც მათ სურს და საქართველოში ბოლოს და ბოლოს მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც სურს ხალხს. ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს საკმაოდ რთული ვითარება, მაგრამ უნდა გითხრათ, დღეს უფრო პოზიტიური ვიქნები ვიდრე ბოლო გადაცემებში, იმედის მომცემი ნაპერწკალი გაჩნდა, რომ ძალადობა აღარ გაიზრდება იმაზე ზევით, რაც სამწუხაროდ ვიხილეთ საქართველოში და პირიქით პროცესები წესით უნდა წარიმართოს ისე, რომ შეიძლება ზლაზნით, შეიძლება შიშით, შეიძლება არა დიდი ენთუზიაზმით, მაგრამ ეს ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდეს დათმობებისაკენ. პრაქტიკულად განთავისუფლონ ეს პოლიტპატიმრები, იმიტომ რომ ეს უკვე ძალიან მძიმე, ყველაფერი იმასთან ერთად რაც ჩამოთვალე, ძალიან მძიმე ტვირთია ივანიშვილისთვის. ამერიკამ მას ეს გაწვრთნილი ხელი არ ჩამოართვა. არც არასოდეს არ ჩამოართვეს, სანამ მას ყავს პოლიტპატიმრები. ეს მას წერილობით გამოუგზავნეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ყველას გვახსოვს ეს მან ძალიან კარგად იცის ივანიშვილმა, რომ სანამ მას ყავს ეს პოლიტიკური პატიმრები, სანამ ის მიმართავს პოლიტიკურ ძალადობას, აწამებს, აპატიმრებს ტროტუარზე მდგარ ადამიანებს. ეს კანონიც მიიღო ივანიშვილმა და ეს სამარცხვინო ლაქად დარჩება მის სახელს და გვარს საქართველოში, რომ ტროტუარზე დგომას აღარ შეიძლება და აზრის გამოხატვა საქართველოში. და ეს კანონი მიიღო ივანიშვილის პარლამენტმა. აი ეს დრაკონული კანონები სანამ არსებობს, სანამ მის შტამპვას განაგრძნობს ეს პარლამენტი ჭყალებში, ვერ დაარქმევ მას პარლამენტს, ეს არის უგონო ადამიანების შეკრება, სხვა სახელს ამას ვერ დავარქმევ, ბატონო, მე ძალიან თავშეკავებული კაცი ვარ, მაგრამ აი იმ ადამიანების რაღაც ერთობას, რომელიც აი ასეთ კანონებს იღებს და თან ტაშს უკრავს, ამათ და გაბადრული სახეებია, რომ ტროტუარზე მდგომი საქართველოს გამოჩენილი ადამიანები, ექიმები, კიდევ ერთხელ გამეორდება, პედაგოგები, მათ შორის უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები, მათი ახლობლები, ნათესავები, მათი შვილები
გადაშოდი. დგანან და აბროდასდემენ რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი. ჩვენ გვინდა საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის წევრი ვიყოთ, არ გვინდა ჩელიაბინსკი, ხო? ამას იძახიან იქ პირდაპირ. ეს ხო მათი ნებაა და ამის გამო თუნდაც ტროტუარზე თუ დგას, უნდა დაიჭირო. ჩატენონ რა გზით, რა ფორმით იჭერენ, ხო? მიათრევენ ადამიანს, ლექტორს, ექიმს, არ აქვს მნიშვნელობა, მსახიობ, არ აქვს მნიშვნელობა, სტუდენტ, 20 წლისა 18, გოგონებს მიათრევენ ასფალტზე. ეს მუტრუკები სხვა სახელს ვერ დავარქმევ. როგორ შეიძლება მას პოლიციელი ერქვას, უნდა დაახიო თავზე ის ქურდის და ის ანაფორა თუ ფორმა, უნიფორმა რაცაცვია. ხო? რომელიც გოგონას მიათრევს, იმიტომ რომ ის იცავს თავის უფლებებს. კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას იცავს რუსთაველის პროსპექტზე. ტრანსპარენტით ხელში, პატარა გოგონა სტუდენტი და მას მიათრევს პოლიციელი 6 პოლიციელი და კიდე აჯარიმებს მე სასამართლო ჭყალებში და მოსამართლე რომელიც თავის დროზე დაწადგება ნამდვილი სასამართლოს წინაშე დაწმუნებული ვარ ყველა მოსამართლე რომელიც ამ ბავშვებს იჭერს რომელმაც დაიჭირა და რომელიც ამართლებს იმ ქიმია გადასხმული შხამ გადასხმული ბავშვები რომელიც სველი რომელიც მოწამლულები იყვნენ ფილტვებში შიგნით გასტროენტეროლოგიურ ტრაქში ჰქონდათ ეს საწამლავი ჩასული და იტანჯებოდნენ, იხშობოდნენ კიდევ აი ამ სველი ტანსაცმლიდან აოთქლილი შხამით რომელიც გახდის საშუალებას რა თქმა უნდა ციხეში მათ არავინ არ მისცემდა ხო გამოცვლის საშუალება დაიჭირეს ასეულობით ჩააგდეს ციხეში და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის კიდე დამატებით ციხე და სასჯელები გამოუწერეს მოსამართლეებმა არც ერთი მოსამართლე ერთადერთი ფორმა სასამართლოს ავტორიტეტის სასამართლოს თავისთავად ერთადერთი მოსამართლე გახდა რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება იმ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და დღემდე აფიქსირებს მათ შორის ახლაც აფიქსირებს სამართლიან გადაწყვეტილებას და არ ეშინია ამ რეჟიმის და იმ დიქტატის რომელიც არის გამეფებული. თუნდაც ეს ერთი ნათელი წერტილი მოსამართლის ხო ჩაღმას, ჩემი დიდი პატივისცემა, ძალიან დიდი პატივისცემა, ამას პირადად უთხარი ეს რომ ესეც კი ნათელი წერტილია რომ საქართველოში ეს ერთი თუნდაც მოსამართლე აღმოჩნდა, რომელმაც ამხილა ეს რეჟიმი და ეს უგვანი დიქტატურა, ცოტა ესეთი დიქტატურასაც სხვანაირი ადამიანები ჭირდება, რკინის ხელისუფლება, თუნდაც რკინის სპეცსამსახურება, ეს ამის თავიც არ აქვს ამ ხელისუფლებას. რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს, ამას უფრო პროვოკაცია ქვია დიქტატურის, მაგრამ ეს საკმარისია იმისთვის, რომ ეს სამოქალაქო ფორმაში ადამიანები, რომელიც მოქალაქეობრივ თავის ვალს ასრულებენ, დატანჯონ, აწამონ დაიჭირონ, არა ადამიანურად მოეყნონ და ბოლოს მოწამლონ, მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს შეუქმნან საფრთხე. მაგრამ ამათ ვერ დაამარცხათ შორის ბიძინა ივანიშვილის საშინლად დამარცხდა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან. ვერც ერთი ვერ შეაშინა, არც ერთი არ მივიდა და არ გადავდა იმ რეესში, რომელსაც რაღაც მტრული ორგანიზაციების და აგენტების კანონი რომელიც გადმოწერდეს რუსული კანონებიდან საკუთარი თავი აგენტებად უნდა ეღიარებინათ. არ გააკეთა ეს არც ერთმა, არ შეუშინდნენ არც ამათ ჯარიმებს, დრაკონულ ჯარიმებს, არ შეუშინდნენ იმ რაღაც ადამიანის მსგავს არსებას, სხვას ვერ დავარქმევ, ვიღაცა რაჟდენ კუპრაშვილი, რომელიც ამათ დაძდებდა. დანიშნეს რაღაც ანტიკორუფციული რაღაც, რომელიც ახლა გააუქმეს. რაღაც ბიუროს უფროსად და დაძდებდა არასამთავრობო ორგანიზაციას. არც ერთი თუნდაც იმ ადამიანსაც მილიონები ამოუღეს სახლიდან და ყველას ყალბად ჰქონდა შევსებული დეკლარაცია, არც ერთი დეკლარაცია არ შეუმოწმებია და დღეს მისი პასუხისმგებლობის საკითხს ასვამს არავინ. აი იმის მხარეს დადგა მთელი ხელისუფლება, მაგრამ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არც იმ რაჟდენს შეუშინდნენ. არც არავის და არც ბიძინა ივანიშვილს დღემდე აგზელებენ. თუნდაც იმ
შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში, ფინანსური შესაძლებლობების პირობებში, თავისი მოვალეობის პირნათლად შესრულებას გვერდით უდგანავენ იმ ადამიანებს, რომელიც გამოხატავენ განსხვავებულ ას და გვერდით უდგანავენ საქართველოს თითოეულ ჩვენგანს, ჩვენ შვილიშვილებს, რომელთაც ასვთ უკეთესი ცხოვრება, უკეთეს სამყაროსთან ურთიერთობა, ანუ ცივილურ, დასავლურ, განვითარებულ სამყაროსთან ურთიერთობა და ამისთვის ჯის მათ ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. ხო თქვა ივანიშვილმა, აი ადამიანებმა ნახეს ევროპა, ნახეს უკეთესი ცხოვრება და გაუბედურდნენ. აი ეს როგორ უნდა ამოგივიდეს კაც პირიდან. აი ეს სიტყვები როგორ უნდა ამოგივიდეს პირიდან. რომ უკეთესი ცხოვრება ნახეს და ამით გაუბედურდნენ. ეს ხო სიტყვით ის არის, რასაც სეთური ამბობს დათათუთაშხიაში. ეს ხო იმის გამეორება ზუსტად. დღეს მაინც დავამთავრებ იმ პოზიტივით, რომ ამ ხელისუფლებას წყალი შეუდგა. ამას ჩვენ ყველანი ვხედავთ. ეს ასეც მოხდებოდა. ყველა ავტორიტარი ასე ამთავრებს, მაცხით. მე კიდევ ერთხელ ვისურვები და მინდა ამ პოზიტივით დავასრულო, რომ ივანიშვილმა გაყაროს ეს საშინელი ადამიანები, რომელიც ყავს გვერდით. თვითონ გაათავისუფლოს ეს პოლიტიკური პატიმრები და გააკეთოს ყველაფერი და გაუგზავნოს ეს გზავნილი ევროპასაც, ამერიკასაც, რომ ის მზად არის მოამზადოს ამ ქვეყანაში და მიიღოს ამაში თავად მონაწილეობა, არათუ დაუპირისპირდეს ხელი შეუშალოს, არამედ თავად მიიღოს მონაწილეობა, რომ ამ საქართველოში მომზადდეს ახალი სამართლიანი თავისუფალი არჩევნები. მე ამას როგორც საახალწლო სურვილსაც ისე ჩამოვაყალიბებდი, კიდევ ერთხელ მინდა დაგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, შობა, ჩინური კალენდრის მიხედვით ცხენის წელიწადი დგება ბატონებო და როგორც გვეუბნებიან იქნება საუკეთესო წარმატებების, ხვავის, ბარაქთის, ღვთისწყალობის მომდევნო და ამას გისურვებთ, დაგვედებოდეთ ყველაფერი კარგი. ნახვამდის მომავალ ორშაბათამდე.